მოგესალმებით ქართული ტივის ეთერიდან. თქვენ უცგერთ გადაცემას ცოდნის კიბრი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ 4 შაბათს 22 საათზე. ხოლო განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია მეორე დილით 5 შაბათს დილის 7 საათზე. მე მყავდა სტუმრად ბატონი თემურ შენგელია, მაგრამ ეხლა მინდა წარვადგინო, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ისეთი მაყურებელი, რომელთაც არ უნახავთ ის წარდგენის მომენტი და ამიტომ მეც მსიამოვნებს იმდენი რამე მაქვს წარსადგენად, რომ მეც მსიამოვნებს ესეთი ბატონი თქვენთან სტუმრად სასაუბრო, რომ მოვიდა. შეძლო და გამონახა დრო და მოვიდა. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თემურ. მაპატიეთ, ჩემი ძალიან ახალ მეგობარია, შეიძლება წამომცდეს ხოლმე ან შენ ან ისა და არ გაგიკვირდეთ უბრალოდ. წინასწარ ხოთ ეს გაითვალისწინოთ. ბატონი თემურის შესახებ შემიძლია რა გითხრათ. მან დაამთავრა მაშინდელი ლენინგრადის, ეხლა ლენინგრადი აღარ არის, აკადემიკოს ივანე პავლოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ეს ყველამ ვიცით მაშინდელი პირველი სამედიცინო როგორ გვხვდა მთელ კავშირში. და აი ის დაამთავრა წარჩინებით, სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ძმამაც. და წარმოიდგინეთ, რომ ლენინგრადელები ვერ შეელიან ვერანაირად და დაასრულა თუ არა თემურმა სამკურნალო ფაკულტეტი 20 წელი არ გამოუშვეს. ძმა საერთოდ დაიტოვეს. ბატონი თემური გაუძალიანდა და შეძლო რომ გამოქცეულიყო. გამოსაქცევი არაფერი იყო, მაგრამ მაინც დაამთავრა სამკურნალო ფაკულტეტი და დამთავრებისთანავე შესთავაზეს იქ დარჩენა, ესე იგი და მიან გინეკოლოგიის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. 20 წლის შემდეგ კი ვეღარ შეაჩერეს და თემურ შენგელია დაუბრუნდა თბილისს. ეს უკვე საბჭოთა კავშირი რო დაიშალა. თბილისში მუშაობას იწყებს მიან გინეკოლოგად. ეკოლოგიური მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი გახდა ასევე. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი, ეკოლოგიურ მეცნიერება და აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წევრ კორესპონდენტი, ამას რუსულად ვიტყვი, იმიტომ ძალიან უხდება беспеди минут академик. Ai ესე. Нет, это все равно академик. მით უმეტეს ჩემო კარგო, თბილისში მუშაობას ესე იგი ესე იწყებს, მერე თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წევრ კორესპონდენტი ვთქვით, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი 1989-1999 წლებში. საქართველოს მონარქისტული მოძრაობის თავმჯდომარეც გახლავთ. ეხლა უკვე აღარ არის, არა თემურ, გახლავთ რომ თქვი, ესე იგი მოძრაობა არის. ესე იგი მორჩა. ეხლა კი მე ძალიან მშვიდად ვარ, არანაირი კითხვა არ მიჩნდება იმდენად ვენდობი ბატონ თემურს და იმდენად საინტერესო თითის ყველაფრის მოთხრობა, რომ მე მშვიდად ვარ და მოდუნდები ცოტას თქვენი ნებართვით ბატონ თემურ და ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე გქონდა საუბარი მაშინ, როცა პირველად იყავით აქ და არ დააყოვნა მაყურებელთა კომენტარებმა, რომ ეს რა მოვისმინეთ, ესე იგი ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ჩასახვის პერიოდშივე გააპროტესტა, რომ არ მინდა ქვეყანაზე მოვლენა, არ მინდა რომ მოვევლინო ქვეყანას და თავი გამანებეთ. არ მინდა. და იქ ისეთი საინტერესო მონათხრობი იყო, რომ მართლა დიდი ხმაური გამოიწვია. ალბათ ერთი როდესაც კიდევ გავიმეორებთ. მაგრამ ბატონ თემურ, სრულიად მშვიდად ვარ.
და თქვენი ფსიქოლოგიური ხედვები, მე კი ვიცი თქვენ რამდენად ფართოა ასორტიმენტი გაქვთ. სასაუბროთ, უამრავი ისა გაქვთ. უამრავ თემაზე. სამედიცინო საკურველია, მაგრამ ეხლა მოდით გავაკეთოთ ისე, რომ მოდით ფსიქოლოგია ავირჩიოთ დღეს. ფსიქოლოგიური განწყობა. დიახ, რა საკვირველია. დრო თქვენია. მადლობა მოწვევისათვის. თქვენს ასე ვთქვათ, რომ გაიხსენეთ წინა გადაცემა და ეს მომენტი, რომ მე დაბადება არ მინდოდა და არც დავიბადე, როგორც ჩანს, მე ყოველთვის მაწუხებდა ეს კითხვა, რატომ, რა იყო მიზეზი? არ დავიბადეო? არა, მე არ დავიბადებულ ვარ, საკეისროთი ვარ ამოვანი. მანდაც ჩარევა დაჭირდა. გასაგებია. ის ხო იცოდით ყველაფერი, რომ პროტესტი იყო, არ გინდოდა და მოვლენაც კი ესე იგი პროტესტის ფეხები მქონდა მიჯერილი და არ გამოვდიოდი. საკეისროთი ამომიყვანეს. მაინც აკაკი დამსახურება. დიდებული პიროვნება იყო. გისმენ. შესაბამისად, როგორც ჩანს, ახლა ვფიქრობ უკვე, ალბათ მე ვიცოდი რა პერიოდში მოგვიწევდა აქ ყოფნა და არსებობა და ამიტომ ვიყავი წინააღმდეგ. ეს ჩემი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მოსაზრება არის. ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრობთ, ძალიან რთული პერიოდი არის, ეს ზოგადად სამყაროსთვის რთული პერიოდია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეტაპი, ასე ვთქვათ, სამყაროსეული დასრულდა, ახალი დაიწყო და აი ამ დასრულების, ერთის დასრულების და მეორის დასაწყისის პერიოდი არის ურთულესი. იმიტომ რომ მდგომარეობა ვინც ვართ ფიზიკურ პლანზე მაქვს ხედველობაში ხო ადამიანები ცოცხალი ორგანიზმები ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისე უნდა შევძლოთ გავაკეთოთ ისე რომ აი ეს ცვლილებები რომელიც ჩვენს ცნობიერებაში ხდება სამყაროსეული ცვლილებები ძალიან მაქსიმალურად მარტივად ასე ვთქვათ დავაფიქსიროთ ფიზიკურ პლანზე იმისათვის რომ ჩვენი ფიზიკური სხეული და ფიზიკური სამყარო როგორ გითხრათ ნაკლებად დაზიანდეს იმისათვის რომ ახლა რაც ვთქვი ასე ვთქვათ უფრო მეტად გასაგები იყოს როგორ არის იცით ძალიან სამწუხარო მომენტი არის ის რომ ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით ანუ ცოცხალი ორგანიზმები ფიზიკურ პლანზე რომ ჩვენ ის არაფიზიკური მდგომარეობა რაც ხდება რაც ხდებოდა რაც იყო სანამ ჩვენ აქ მოვიდოდით და ის პროცესები რაც ეხლა მიმდინარეობს ფიზიკურ არაფიზიკურ პლანზე ძალიან პრაქტიკულად ამის დაფიქსირების გაცნობიერება ჩვენ როგორ გითხრათ არ გვაძლევენ ალბათ ამის უფლებას ამის საშუალებას მაგრამ ზოგადად ჩვენ ამ ინფორმაციას ვიღებთ და ყველაზე მარტივი ფიზიკურ პლანზე არსებობის აი ადამიანებისათვის მე როცა ვაგვირდები და რა განწყობა აქვთ ადამიანებს და როგორ რა ურჩევნიათ და როგორ ურჩევნიათ, როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, გამოდის ისე, რომ ადამიანისთვის ბევრად უფრო მარტივი არის აი ის, რაც ცხვირწინა აქვს, რასაც ხედავს, ამის ფარგლებში აზროვნება და ქმედება. თორე ის, რაც არის ამისი გამომწვევი მიზეზი, იმისათვის რომ შეცვალოს ეს მიზეზი და ბევრად უფრო გაიმარტივოს თავისი ფიზიკური ყოფიერება და ფიზიკური არსებობა, დიახ, ამისი სურვილი არ აქვთ. აი ეს ყველაზე უფრო მეტად როგორ გითხრათ, დამამძიმებელი არის ჩემთვის და ძალიან
განვიცდი ხოლმე, როდესაც ვერ ვაგებინებ ადამიანებს რა არის მიზეზი. როგორ უნდა შეცვალოს ის მიზეზი, მისი აი ამ რთული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი. იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა თავისით გასწორდეს, თავისით შეიცვალოს. აი ამისი მოთხოვნილება თითქოს არ აქვს. სინამდვილეში აქვს ამის მოთხოვნილება, მაგრამ მატერიალური ეგო იმდენად ძლიერია და იმდენად ჭარბობს ამ შემთხვევაში ადამიანზე, რომ ის აი ამ მატერიალური ეგოს დაქვემდებარების ქვეშ არის. და ესე ურჩევნია ყოფნა. არც სურს დაიხსნას თავი ალბათ. როცა პირველია, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი არის აი ეს მე, რომელიც შიგნიდან ასე ვთქვათ მოსვენებას არაძლევს იმის საშუალებას, რომ დაფიქრდეს და იაზროს. რომ მას აი ესე მიყვება და იმ ეგოს ბრძანებებს ასრულებს და ემორჩილება ხوارჯობია. კი ბატონო, ემორჩილება რასაკვირველია. უბრალოდ განსაზღვრავს მეთონია. კი ბატონო. იმ ეგოს არის დამორჩილებული და შესაბამისად ამიტომაც არის ჩვენი ყოფიერება აი ესეთი მე ვიტყოდი კატასტროფა. აი ავიღოთ თუნდაც ის ელემენტარული ცხოვრებისეული მომენტები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ჩვენს არსებობას, როგორ გითხრათ, არა მარტო ართულებს, არამედ ისეთ პირობებს ქმნის და გვაიძულებს ეს ჩვენი ეგო, რომ მივყვეთ, ასე ვთქვათ, აი ამ დაბალ ვიბრაციების მოთხოვნილებას, რომ შემდგომში რა იქნება, ამაზე აი ფიქრიც კი არ უნდათ. და ეს უფრო უმარტივებს და ამიტომ არის, რომ არანაირი რელიგია არ არსებობს. რა ღმერთი, ის ღმერთი, უბრალოდ ღმერთი რომ სიმბოლო არის იმ ასე ვთქვათ განზომილების, საიდანაც ჩვენ მოსული ვართ და როგორც არის სინამდვილეში, ხო? აი ამისი ურჩევნიათ, მაგ უარყო დაუშვათ. შეიძლება ესე განისაზღვროს? ვიდრე დაუშვათ აღიარონ ის სრული ჭეშმარიტება. რასაკვირველია. აი ელემენტარულია, ჩვენ ვართ ცოცხალი ორგანიზმები, ხო? მე არ ვიცი წინა გადაცემაში ქონდა თუ არა ამ მიმართულებით ჩვენ საუბარი, აღარ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ. იმ სამყაროსი, რომლის შემადგენელი ნაწილიც ვართ, ხო? სამყარო რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არის 12 განზომილებიანი სამყარო. ციფრი 12. ხო? 12 განზომილებიანი სამყარო არის და ამ 12-ვე თითო განზომილებას აქვს თავისივე 12 პარალელური სამყარო. ანუ სულ საერთო ჯამში 154 გამოდის 12-დან უკვე მივედით 100. 12 არის 12, რომელსაც აქვს თავისი 12. დიახ, გასაგებია. ამ თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ მთლიანად არა მარტო ვართ ამ სამყაროს ნაწილი, ჩვენი აგებულებაც კი შეესაბამება ჩვენი სამყაროს აგებულებას. აი ელემენტარულად როგორც ექიმი ჩვენ ფიზიკურ სხეულს აქვს 12 ორგანო, 12 სისტემა ორგანოების. არც მეტი, არც ნაკლები. თემურ შეიძლება პოპულარული ენით 12 ორგანო. ხო, 12 სისტემა, ძვალსახსროვანი სისტემა, უჯრედნაწლავი, გულსიზარდე და ასე შემდეგ. ეს უკვე მისცეს. დიახ. არის 12. კი ბატონო. და თითოეული აი ეს სისტემა, თითოეული ორგანო დაკავშირებული არის რომელიღაც განზომილებასთან. აქვს კავშირი და შესაბამისად შესაბამისობაში მოდის იმ ვიბრაციებთან, რომელსაც ის განზომილება იწვევს. თავაზობს. თუ იწვევს. ხო. ანუ ინფორმაციის გაცვლა.
ხო. ეხლა ზოგადად სამყარო ის 12-ვე განზომილება აი ამ ჩვენი მატერიალურ პლანიანად არის ტალღოვანი ბუნების. ანუ ის არამატერიალური პლანის განზომილებები, რომლებიც არის, უფრო მაღალი ვიბრაციის ტალღებისგან შედგებიან და მატერიალური პლანი უფრო დაბალი ვიბრაციებისგან შედგება. ამიტომაც იყო, რომ ბოლო ეტაპი აი ამ 12 სამყაროს გაერთიანებისა იყო მატერიალური პლანი და თვითონ აი ეს პროცესი მატერიალური პლანის, ანუ აქ საჭირო იყო რა მომენტი ენერგიის და ინფორმაციის გაცვლა. ინფორმაცია და ენერგია მატერიალურ პლანიდან არამატერიალურ პლანზე და არამატერიალურ პლანიდან მატერიალურ პლანზე. იმიტომ რომ იქ ვიბრაციები ბევრად უფრო მაღალია და აქ უფრო დაბალია, აი ეს კავშირი მატერიალურსა და არამატერიალურ პლანს შორის არ იყო და თუ იყო ძალიან სუსტი. იმისათვის რომ ეს ათვისებული ყოფილიყო მატერიალური პლანი და ან გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი არამატერიალური პლანის ენერგიისა, საჭირო იყო რაღაც გარდამავალი ასე ვთქვათ ელემენტების შექმნა. გარდამავალი, ახლა ჩვენს ენაზე თუ ვიტყვით, ორგანიზმების შექმნა. ანუ რაღაც ფენა იყო საჭირო იმისათვის, რომ მომხდარიყო არამატერიალურის მატერიალურ პლანში და მატერიალურისა არამატერიალურ პლანში მოძრაობა. და დაიწყო ასე ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმების შექმნა. ძალიან საინტერესო. ის რასაც საბოლოო ჯამში ჩვენ რომელიც ვიცით დარვინის თეორიას რომ ეძახიან. მხოლოდ ერთი მომენტი, ერთი ნიუანსი, რომ დარვინი რასაც იძახდა, რომ ეს თავისით ხდებოდა და ასე ვთქვათ თვითონ მოხდა ავტომატურად აი ამ თეორიის, ანუ ერთუჯრედიანიდან მრავალუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმებამდე მისვლა, ეს ასე ვთქვათ ბუნებრივად მოხდა სინამდვილეში, ეს ბუნებრივად არაფერი არ მოხდა. პირველი ასე ვთქვათ გარდამავალი ორგანიზმი, რომელიც იყო შექმნილი, ეს იყო ერთუჯრედიანი ორგანიზმები. ხო, ამან გაამართლა ერთუჯრედიანს შემდგომში მოყვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. ასათვისებელი იყო არა მარტო ასე ვთქვათ ხმელეთი, ასათვისებელი იყო ჰაერი, ასათვისებელი იყო წყალი, ხო? და შესაბამისად საჭირო იყო ისეთი ორგანიზმების შექმნა და განთავსება, რომლებიც იქაც იქნებოდნენ, ხმელეთზეც იქნებოდნენ და წყალშიც იქნებოდნენ. ჰაერში შეძლებდნენ ამ მასე არსებობას. რასაკვირველია. და შესაბამისად მე ასე ვთქვათ წავიდა განვითარება, ანუ აი ეს შრომა ერთუჯრედიანიდან მრავალუჯრედიანი. შემდეგი ეტაპი იყო ეს მცენარეების შექმნა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა მცენარეებს უყურებთ, მივდივართ, ფეხს ვადგავთ და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვითვალისწინებთ იმ მომენტს, რომ მცენარეებიც ისეთივე ორგანიზმები არიან, როგორც ჩვენ ადამიანები. ეს ძალიან სამწუხარო არის. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტი და რეალობა არის. შესაბამისად მოხდა მერე ცხოველების ასე ვთქვათ შექმნა, კლასიფიკაცია, ცოცხალი ორგანიზმების, ხო, ცხოველების, ეს ცხოველების სახით იყო, წყლის ცხოველები, წყლის მცენარეები
ეს უბრალოდ თავისით არ გაკეთებია. ამას ყველაფერს, ეხლა ღმერთს ვეძახით ჩვენ, მაგრამ აი მატერიალურ შუმი დირიჟორი ყავდა. შეიძლება ჩუმიც არ იყო და არც არის ჩუმი. ეხლა ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, იმიტომ რომ ყველაფრის საქმის კურსი არის და ყველაფრის მაკონტროლებელია. აბსოლუტურად. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, აი მე ვადარებ ხოლმე ესეთ შედარებას ვაკეთებ ხოლმე. აი სამეცნიერო ინსტიტუტი. არის რაღაც სამეცნიერო ინსტიტუტი, აქვს თავისი იერარქია, რომელიც აკეთებს რაღაც გარკვეულ სამუშაოს ასრულებს, ხო? რაღაც მიმართულებას ემაშვება. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, ხო, აი ეს სისტემაც ესევე უნდა წარმოვიდგინოთ დაახლოებით ესეთივე არის, რომ აი ეს ერთი ღმერთი ხელმძღვანელობს აძლევს პირველად იყოს სიტყვა. ეს უბრალოდ არაფერი მოგონილი არ არის. დიახ, სიტყვა იყო პირველი და იმ სიტყვიდან შეიქმნა მერე ის, რასაც ეს სიტყვა შეიცავს და რასაც ნიშნავს. შესაბამისად და მოხდა აი ესე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში, ამას ჩვენ მატერიალურ პლანზე რო ვთქვათ, ამას მილიონი და შეიძლება მილიარდი წლები დასჭირდა. ხოლო რაც შეეხება არამატერიალურ პლანს, იქ დრო არ არსებობს. ეს ჩვენთან არის დრო. წარსული აწყვე და მომავალი. თორე არამატერიალურ პლანზე დრო არ არსებობს. იქ ყველაფერი ერთ მომენტში, ერთ მომენტად ხდება. და ამიტომ აი ეს დამოკიდებულება ადამიანის, რომელიც აქვს ადამიანის გონიათ, რომ აი ეს ყველაფერი ისევეა, როგორც აქ. ძალიან სამწუხარო რეალობა. და შემდეგ ნელ-ნელა აი ამ ცხოველებიდან და თითოეული ცოცხალი ორგანიზმი შედგენილი იყო რაღაც გარკვეული პროგრამით. ის პროგრამა აქვს იმას მიცემული, რომ ამან ეს უნდა გააკეთოს. ნელ-ნელა განახორციელოს. ხო, ეს პირველია. ნელ-ნელა დაიწყო ამ პროგრამების მატება. და ერთი ორგანიზმი რამოდენიმე შემდეგ უკვე რამოდენიმე ათეულს და ასეულ პროგრამას აერთიანებს. და გამომდინარე იქიდან რაც მთავარი და მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, ამ ორგანიზმისათვის და იმ ფუნქციისათვის, რომელიც ამას აქვს დაკისრებული, ის აი ამ პროგრამის განხორციელებელია. თუ დავაკვირდებით ჩვენ აი ცხოველთა სამყაროს, ხო, ცხოველებმა იციან თავისი, ჩვენ ვიცით, რომ ცხოველებს აქვს თავისი კანონები. და იმ თავისი კანონების მიხედვით ცხოვრობენ. ისინიც, რომლებიც დღეში და მინდორში დამოუკიდებლად არიან და ისინიც კი, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული. და ჩვენ ვართ მათზე დამოკიდებული. ერთი მომენტი ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არის, რომ აი ეს ცოცხალი ორგანიზმები შექმნილი არის ისე, რომ მაკავშირებელი, ასე ვთქვათ, ხო თქვი, რომ ცოცხალი ორგანიზმი არის გამტარი. ინფორმაციის გამტარი. და აი ეს გამტარუნარიანობა დამოკიდებული არის ბიოენერგეტიკულ არხებზე, რომლისგანაც შედგება ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, ადამიანის აგებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ არის ჩინური მედიცინა, აღმოსავლური მედიცინა, მე არ ვლაპარაკობ იმას ქართულზე ცოტათი მე იმედს ვიტოვებ, რომ დრო დაგვრჩება და ქართველებსაც ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ხო, აი ამ ბიოენერგეტიკული არხების ერთობლიობა.
არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. და აი ამ ვიცით აღმოსავლური იმიდან რომ არის ენერგეტიკული ცენტრები, რომლებსაც ჩაკრებს ეძახიან, ის ცენტრები თავისით მუშაობენ, თავისით არა, იმ სისტემის ნაწილები არიან. და შესაბამისად აი ამ არხების მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიწოდება არამატერიალური პლანიდან შემოდის და გადამუშავება ხდება ვიბრაციების გადამუშავება, მაღალი ვიბრაციები გადადის უფრო დაბალ ვიბრაციებში, ისეთ ვიბრაციებში, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიკურ პლანს და პირიქით ფიზიკური პლანიდან ინფორმაცია და ენერგია ნელ-ნელა გადამუშავდება ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად ზედა ენერგეტიკული ცენტრების მეშვეობით უკვე აი იმ მაღალი ვიბრაციების ტალღები გადადის არამატერიალურ პლანზე. როდესაც ხდება შეცდომები, როდესაც ხდება რაღაც დარღვევები აი ამ კავშირის დამყარებასა და კავშირის განვითარებას შორის ხო აი მაშინ ხდება ასე ვთქვათ ბლოკების წარმოქმნა და აი ეს ბლოკები მერე დროთა განმავლობაში იწვევენ რეაქციას. ეს არის ტკივილის სახით, ეს არის ანთების სახით და ადამიანი იძახის რომ აიმე მე ავათავარ, თავი მტკივა, კუჭი მტკივა, ღვიძლი მტკივა და ასე შემდეგ. არც ერთი დაავადების მიზეზი ფიზიკური პლანი არ არის. ყველა დაავადების მიზეზი არის ის დარღვეული კავშირი და ემოციური ბლოკები, რომელსაც ადამიანი მატერიალურ პლანსა და არამატერიალურ პლანს შორის იქმნის თვითონ. გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა ხო აი ის სამყარო 12 განზომილება არის მეთქი რომ ხო ჩვენ 12-ვე განზომილებასთან გვაქვს კავშირი და ურთიერთობა. ადამიანი და ცოცხალი ორგანიზმები ზოგადად და ადამიანი ყველაზე ბოლო ეტაპი არის ასე ვთქვათ ცოცხალი ორგანიზმების განვითარების ხო ეს ასე ვთქვათ მეტი ჯერ არ გავუკეთებიათ იქ ხო ერთობლიობა აი იმ პროგრამების რომლის მარეგულირებელიც ჩვენი თავის ტვინი არის თავის ტვინში ხდება აი რეგულაცია იმ პროგრამების ხო სხდომა საბჭოს ყოველ შემთხვევაში მე როგორც მაქვს ეს ნანახი და დანახული ეს არის აი როგორ გითხრათ აი კომპიუტერული ცენტრები რო არის რო წარმოიდგინოთ კომპიუტერული ცენტრი სადაც აი ეს პროგრამები არის და გამომდინარე იმ შენი დამოკიდებულებიდან შენი მდგომარეობიდან ხდება აი ამ ცენტრის მუშაობა 12 განზომილება არის და ჩვენ ვიცით რომ ადამიანი შედგება ფიზიკური სხეულისგან და სულისგან ხო და აი ის სული რასაც ქვია და ფიზიკური სხეული ერთად შედგება 12 სხეულისგან საერთო ჯამში ჩვენ 12 სხეულის ერთობლიობა ვართ და ზუსტად ვიმეორებთ იმ სამყაროს აგებულებას კი ბატონო რომლის ნაწილსაც ჩვენ წარმოვადგენთ. არაფერი სხვანაირი არ არის. კანონზომიერებაც ისეთია მატერიალურ პლანზე, როგორიც მოდის იქიდან. აქ რო იძახიან იმან ეს გამოიგონა, იმან ის შექმნა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერაფერს ვერ გამოიგონებს და ვერაფერს ვერ შექმნის, თუ ეს ინფორმაცია მასში არ არსებობს.
ხო? ამის უამრავი მაგალითები არსებობს ჩვენ ახლა მეცნიერება განვითარებული არის და მე კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას აქვს ესეთი დამოკიდებულება ადამიანს რომ აი რა ღმერთი ის ღმერთი და რა აბსოლუტურად ძალიან მაღაზიანობს განმარტება აბსოლუტურად ნუ დაარქმევ იმას ღმერთს რაც გინდა ის დაარქვი ხო თავარი არის ის მომენტი რომ იმას ვისაც ჩვენ ღმერთს ვეძახით ექვემდებარება აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი და აი ეს სისტემად ჩვენთანაც ესეა ცხოვილი რა სამეცნიერო ინსტიტუტი არის თუ სახელმწიფო სტრუქტურა არის უმაღლეს იმას რა ქვია თანამდებობის პირს არ ექვემდებარება ინსტიტუტის თანამშრომლები სულ ყველანი ინსტიტუტის დირექტორზე არიან დამოკიდებული. იერარქიულად ეგრეა. გასაგებია. ამიტომ, როდესაც ღმერთმა ასე ვთქვათ, ადამიანი თავის და რაც შექმნა, ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, ნათქვამი არ არის, აი ამ ადამიანებმაც საუკუნეების და ათასწლეულების და მილიონი წლების განმავლობაში განიცადეს ტრანსფორმაცია. ხო? და შესაბამისად ის სისტემა, ის სტრუქტურა ხელმძღვანელობის, რომელიც იქ არის, ღმერთმა იგივე გააკეთა. აქ ყველაფერი იგივე არის. აბსოლუტურად იგივე არის. უბრალოდ მატერიალიზების პროცესში ეხლა მთლიანად სულ ყველაფერი როგორ უნდა დაუქვემდებარო ერთ ადამიანს, ხო? ბიბლიაში ნათქვამია, ღმერთმა თავის და დარად შექმნა ადამიანი. და ადამი იყო სამოთხეში. და რა არის სამოთხე? 3-4-იანია. ანუ ის 12 განზომილება, მივედით იქ. რასაკვირველია. ის 12 განზომილება, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და რომელსაც ღმერთი სრულად ფლობს 12-ვე განზომილებას, ესეთივე იყო ადამი. იჯდა აქ მატერიალურ პლანზე და ერთდროულად ფლობდა ინფორმაციას ყველა 12-ვე განზომილებიდან. იმისათვის რომ სტაგნაცია არ მომხდარიყო და იმისათვის რომ მოძრაობა ყოფილიყო, ამიტომ მოხდა, ასე ვთქვათ, ადამის როლის შესუსტება და ფუნქციის ორად გაყოფა. გათიშა, ეგარი უკვე ევა. გათიშა და შეუქმნა ევა. ევა, ანუ მისი საპირისპირო, რომელიც მის შემადგენლობაში იყო მანამდე, გამოაცალკება ღმერთმა და ეს ევა, ანუ ქალური საწყისი, გახადა მატერიალური პლანის სიმბოლოდ. ამიტომ არის, რომ ქალი თავისი ყოფით, თავისი არსებობით, მე იმას კი არ ვიძახი, რომ სულიერებას მოწყვეტილი და მოშორებული არის, მაგრამ მისი ორიენტირი ძირითადად ეს არის მატერიალური სამყარო. და ამიტომაც მოწესრიგება მატერიალური სამყაროს, მატერიალური პლანის, მატერიალური ყოფიერების არის ქალს. და სულიერება, ანუ რასაც ჩვენ მანდილოსნები ფრენას ეძახიან, ხო? ეს დატოვებული აქვს მამაკაცს. ამიტომ, როდესაც როგორ გითხრათ? კარგია, ხო, ბევრი უსმენდეს. ხო, ეს ისეთი მომენტი არის, რომ ჩვენ ქართველებმა აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით. ეხლა ჩვენი გადაცემის დრო იწურება უკვე, ასე ვთქვათ, ვეღარ მოვასწრებთ ამ თემის კიდევ. მე რა მაქვს ხედველობაში, იმიტომ რომ აი აქ უბრალოდ ქართველებზე და ქართველობაზე ეს კიდევ ცალკე თემა არის ისეთი. მან უკვე 5 წუთი ჩვენ არ გვეყოფ. არ გვეყოფ.
ამიტომ მე უბრალოდ ვიტყვი რომ ის ინფორმაცია სამყაროს შექმნაზე ანუ დღევანდელი ადამიანი ანუ ჩვენ რასაც წარმოვიდგენთ თეთრი რასის ადამიანი არის ყველაზე უფრო მეტად განვითარებული და ყველაზე უფრო ახლოს მდგომი აი იმ სტრუქტურასთან რასაც ღმერთის სტრუქტურა და სულიერება ქვია ამიტომაც არის რომ ჩვენზე და ჩვენ ქართველები ვართ აი ამ თეთრი რასის წარმომადგენლები მატერიალურ პლანზე. ნუ ამაზე თუ მე გეკნებათ სურვილი ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ცალკე ვისაუბროთ ამაზე და ქართულ ენაში და ქართულ ცნობიერებაში ეს ყველაფერი არის გაშიფრული და ყველაფერს აქვს თავისი სახელი. ამიტომ ჩვენთვის ის როლიც და ის ფუნქციაც რომელიც ჩვენ გვაკისრია ზოგადად როდესაც ჩვენი რასა ხო მოვიდა დედამიწაზე რას ეძახდნენ ადგილობრივი ვინც დაგხვდნენ ხო ღმერთების რასა იყო ისინი ღმერთები იყვნენ იმიტომ რომ ეს იყო ასე ვთქვათ ერთიანობა გაერთიანება იმ ცოცხალი ორგანიზმების იმ ადამიანებისა რომლებიც დედამიწაზე ჩამოიყვანეს რომლებიც ფლობდნენ აბსოლუტურად სრულ ინფორმაციას სამყაროს შესახებ და ურთიერთობას და დამოკიდებულებას სხვადასხვა განზომილებებთან. ბატონო, ერთი კითხვა მიჩნდება. რატომ არის მივიწყებული მითოლოგიური პირველი ცოლი ადამისა? აი ლილიტს რატო არ იმოშვებიან ხებიან? იცით რა, მე იქ მოხდა ძალიან დელიკატურ საკითხზე ჯახი. რა საკითხი? მაგარ შეიძლება ითქვას. ხმამაღლა. დელიკატური საკითხი ძალიან და აი ამის გამო მიიჯახუნა, ну ახლა მოდით ისე ვთქვათ, ობრაზნა კარი და წავიდა უკნია ხელი. მერე შექმნეს ისა ება. რატომ? ну არის ახაც როგორ გითხრათ, იცით, ის ინფორმაცია, რომელსაც მე ეხლა რაზეც მე ვლაპარაკობ, ეს არ არის წაკითხული და საიდანღაც ამოწერილი. ეს არის ის ინფორმაცია და ის ცოდნა, რომელთაც მე მოსული ვარ ამ განზომილებაში. და ბევრი კიდევ სხვა რაღაცები, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მე არ შემიძლია, მე არ ყოფილი ვარ მაგ შემთხვევის მონაწილე და ამიტომ მე ვერ გეტყვით რატომ. მაგრამ ხო საინტერესოა. არა, საინტერესო არის. მე მითოლოგიურად, ისიც მითოლოგიური ესეც. მე ეხლა მითოლოგია რა, ზღაპრები არ არსებობს. ყველა ინფორმაცია, რომელსაც რაღაც მართვალი მაინც სინამდვილეში. ზღაპარს ვეძახით, ყველაფერი არის სინამდვილე. ეს არის ის, რაც იყო, უბრალოდ დავიწყებას მიცემული, მხოლოდ შენარჩუნებული, შენახული აი ამ სახით. ის რომ ეხლა ვლაპარაკობთ იმაზე ხო, მითოლოგიაზე, რომ იყვნენ თევები და ასე შემდეგ, ხო მტკიცდება მატერიალურად, რომ სინამდვილეში გიგანტები იყვნენ. ბევრი კითხვა ესეთი. არა, გასაკვირველია, ბევრი კითხვა არის. იმერეთში ხო არის ხარაგაულში აღმოჩენილი, რომ ეს ნაკვალები მათი. არა, არსებობის ისა. ჩონჩხები. კი, მაგას ასე რომ ის ბევრი დუმალი ის არის, ჯერ კიდევ გამოუცნობი. არა, გამოუცნობი არა. გასახსენებელია. გასახსენებელია, მაგრამ თუ მე ახლა 20 წლის რო არა ვარ და 30-ის ეს ჩანს ყვირის ხო ეს ასაკი. მე თუ ეხლა ვიდრე აქავარ არ გავიგე. მინდა კითხვა, ამ ბევრი კითხვა მაქვს. თქვენ არ იფიქროთ რა იცით, თქვენ იცით და თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი იცის. უბრალოდ აი ეს ცოდნა გათიშული გამორთული გვაქვს.
იმისათვის რომ ჩვენ როგორც ადამიანმა ხო მე მასობით რამოდენიმეჯერ მაქვს ამ თემაზე ნათქვამი რომ რატომ ღმერთმა რატო იმასაკნაო იმიტომ მეთქი რომ იჯდა ადამი იმაში რა ქვია ბაღში თავისთვის ყველა ინფორმაციას ფლობდა რასაც უნდოდა იმას აზრს უშვებდა იმას აკეთებდა და ღმერთს უთხრა რომ კი მაგრამ შენ აქ მატერიალურ პლანზე მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ მინდა წყალს მოვატანინებ მინდა ვეთქვი აქ არ შემოხვიდე და არ იმასაკნა და შენ ვინ ხედავსო შენ ძალიან არ ხედავსო მე ვარო ეს მატერიალური ეგო ხო და აი მაშინ ადგა და ღმერთმა გაყო ადამიანის შუაძები ხო ნუ ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხუმრობათ იყოს მაგრამ საინტერესოა ჩნდება კითხვებით ზოგადად არა კითხვები როგორ არ ჩნდება მაგრამ ყველა კითხვაზე თვითონ ჩვენთაგანს აქვს პასუხი საჭირო არის მხოლოდ ამ იმას რა ქვია ჩაუფიქრდეს ჩაუღრმავდეს და შეძლოს თუნდაც მეოთხე ჯგუფის სისხლის არსებობა რომელიც იესოს ჰქონდა ცოტა პაუზას გავაკეთებ და მე ვიტყვი რომ მეც ამაქვს. ნუ ახლა ბაგრატიონებს ეჭვიანებარება. საქმე იმაში არის რომ ხო ჩნდება კითხვები. ჩვენ არა, ნუ რატო რა იესოს გარდა სხვას არავის არა აქ? არა, პირველ წაროიყო. გასაგებია, მაგრამ ასე ვთქვათ ის რომ ну, როგორ გითხრათ, აუხსნელი არაფერი არ არსებობს. ყველაფრის ახსნა მოიძებნება. საჭიროა მხოლოდ ერთი, რომ ადამიანმა შეძლოს ასე ვთქვათ, თავისი მატერიალური ეგო დააკავშიროს იმ ასე ვთქვათ ღვთიურ ეგოსთან ჩვენსაც რომელსაც და აი ამ კავშირით შეძლოს ყველა იმ კითხვაზე პასუხის მიღება რომელიც მას თემურ მე ვფიქრობ რომ რამდენიმე საინტერესო კითხვაზე მაინც მიიღო მაყურებელმა პასუხი იმიტომ რომ საინტერესოდ მომეჩვენა და ეს არ იქნება პირველი არ არის არც არის მაგრამ ჩვენ მოგვიხდება ხოლმე ამ მაყურებელთან ჩემ მაყურებელთან შეხვედრა ამის იმედი მაქვს როსორეთ უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ თემურ შენგელიას მობრძანებისთვის რომ გამოძებნა დრო და თქვენთან შესახვედრად მოვიდა მე გემშვიდობებით 4 შაბათს 22 საათამდე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად დადებოდეთ.